თებერვალი მეცხვარეთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია. Ამ დროს იწყება დოლი და მარტამდე გრძელდება. მეცხვარეებმა ჩვენს კორესპონდენტ გიორგი ბაღანაშვილთან თავიანთ საქმიანობასა და დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მათ გულისწყდებათ, რომ ახალგაზრდობა ამ საქმეს აღარ მისდევს და შესაძლოა მამაპაპური ტრადიცია დავიწყებას მიეცეს. წელიწადის 4 სეზონზე განურჩევლად ამინდისა მეცხვარის დილა განთიადიდან უნდა დაიწყოს. მთელი ღამის უძილო მეცხვარის 4 ფეხა მეგობრებიც მზად არიან, ცხვრის ფარა დაიცვან და კილომეტრებით მანძილი პატრონთან ერთად დაუსვენებლად გაიარონ. მეცხვარეობა შრომატევადი საქმეა, ის თითქმის 24 საათიან მუშაობას მოითხოვს. წყემს ფხიზელი ძილი უნდა ჰქონდეს, რომ ფარას ყურადღება ღამითაც მიაქციოს. სანამ მზე ამოიწურება, ფარა მინდორში უნდა იყოს გაშვებული საბალახოდ. ფაქტიურად სუტკაში 24 საათი მუშაობა რა მეცხვარეობაში. დღისით ცხვრის გვერდზე ხარ აძოებ და ღამეს ყარავობა უნდა. მით უმეტეს დოლის პერიოდში ბატკანი რო აჩენს უნდა უყარავულო ნახევარი ღამე ან გზინავს ან არა. ბატკანს რო აჩენს მიხმარება უნდა, გაწმენდა უნდა, მოწოება უნდა და დაბინაება უნდა, რომ არ შესივდეს, ან გარეთ გააჩენს, შიგნით შეიყვან. და მეცხვარეობასაც შეეხება 30 წელი არის ცხვარში ვარ და პაპაჩე მეცხვარე იყო და თუშების პროფესია ეს არის. ის გავყევი და ვარ 30 წელი. დოლი თებერვალში იწყება და მარტამდე გრძელდება, რაც მეტად საპასუხისმგებლოა. ნერვისა და ბატკნის ურთიერთობა კი ერთობ საინტერესო სანახავია. მამალ ყოშს რო დაერივა ცხვარში, მერე ხდება იმის ნერვება და 5 თვეს პლუს მინუს 5 დღე. 5 თვე უნდება ცხვარი ბაკობის პერიოდი არის 5 თვე. და 5 თვეს 5 დღე პლუს მინუს ესე დოლი იწყება. დაახლოებით ესე მოდის თებერვლის 15-ში. 10-ში. დოლი, ახლა თებერვლის 10-ში იწყება დოლი. და სადღაცა 1 თვე გრძელდება რა, 1 თვეში უკვე თლიან დამთავრდება დოლი. სულს იმახსოვრებს და ხმას იმახსოვრებს და იმას არ შეეშლება უკვე თავის ის სხვა ბატკას არ მოაწვევს, არ მიუშვებს. მაგაში დაჯილდოებულია, მაგის ნიჭი აქვს. თუშური ცხვარი ეგ არის. მეცხვარეს დღეში სულ მცირე 10-15 კილომეტრის გავლა უწევს ფეხით. წყემსები დარგში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობენ. დღეში გავდივარ 15 კილომეტრს. აბა თვეში ანგარიში რამდენი გამოდის. კიდაღამო რა ვიცი, აბა წლამდე 4000 კილომეტრს გავდივართ რა. და არ არის პირობები არ არის, აი ტრასა არ არის. არაფერი დასასვენებელი არ არის ცხვრის არო ცხვარი გააჩერო აი ღამე რო გააჩერო ცხვარი და დადგე და მეორე დღეს გააგზავნო გზავრობა არ არის ტრასა არ არსებობს ამაზე არავინ არ აზრუნავს არავინ არ აფიქრობს აი საერთოდ რა ხდება ამ ცხვარობაში კაციშვილს არ აინტერესებს. საქართველოში ორი ჯიშის ცხვარია მოშენებული, თუშური და იმერული. თუშური ცხვარი ხალხური სელექციის გზით მე-13 საუკუნიდან იწყებს გამრავლებას. მეცხვარეების თქმით, თუშური ჯიში მეტად ამტანია და პროდუქტიულობის მხრივაც გაცილებით დიდი უპირატესობა გააჩნია. თუშური ცხვრის ისტორია ძალიან ძველი საუკუნეებიდან მოდის. რამე თუ გამძლეა გრძელმანძილზე სიარულისთვის, ჭიუხებში ძოვისთვის და კიდე ის ზღაპარის ცხვარი რომ ერთადერთი ცხვარი რომელიც 4 კუთხეს ავსებს. ერთ კუთხეში თვითონ, მეორე კუთხეში ბატკანი, მესამე კუთხეში მატყლი, მეოთხე კუთხეში ყველი. ერთადერთი ცხვარია რომელიც და ერთ-ერთი განსაკუთრებული ჯიშია თუშური ცხვარი. მამაპაპური ტრადიცია კი შესაძლოა სულ მალე მიივიწყონ. მეცხვარეებს გულისწყდებათ, რომ ახალგაზრდები ამ საქმეს აღარ მისდევენ. ჩამოვიდა ხოლმე თეთრი იყო მთელი კახეთის შირაქამდე მოკლედ ფარა-ფარასაც წდებოდა. ზაფხულში სანთლით საძებარიან მწველავი. ცხვრის წველა არ იციან, აღარ იციან თაობებმა. აი ძალიან ცოტანი არიან თუშებში, ვინც მართლა წველა იცის ცხვრის. მეცხვარეობა ძალიან ცოტანი მისდევენ. იმიტომ რომ ცივილიზაციამ თავისი გააკეთა. თუშური მეცხვარეობა ნელ-ნელა ალბათ დაიგარგა.
ამის მიუხედავად მეცხვარეები იმედოვნებენ, რომ პირობები გაუმჯობესდება და მომავალ თაობას მამაპაპური საქმის გაგრძელების სურვილი გაუჩნდება. გურჯაანის სპორტული გაერთიანების სამბისტებმა ქუთაისში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და